შთამბეჭდავია ის შედეგი, რაც ამ მეთოდით მივიღეთ. პატიოსნად რო თქვა, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მეთოდია, რაც კი ოდესმე გამომიყენებია. ამ დროისთვის ეს ერთ-ერთი იმ მეთოდთაგანია, რომელსაც ყველაზე მეტად ურჩევ ყველას, ვისაც მცენარეების, ხეხილის ან ზოგადად ხეების გამრავლება ან კლონირება სურს დაიწყოს. ხედავ, ჩვეულებრივ როცა კალმებს ვაკეთებთ, იქნება ეს მარტივი აკოდი, საჰაერო აკოდი თუ სხვა ტრადიციული მეთოდი, მხოლოდ ერთ მცენარეს ვიღებთ. მაგრამ ამ ფორმატით შეგვიძლია ერთდროულად რამდენიმე მცენარე მივიღოთ. ზედმეტი ტოტების გაწირვის გარეშე, გართულებების გარეშე და ზედმეტი ხარჯების გარეშე. იმავე ტოტიდან შეგვიძლია რამდენიმე ნაწილი გამოვყოთ და თითოეული ნაწილი სრულიად დამოუკიდებელ ხეხილად გადაიქცევა. ეს საოცარი მეთოდია, ძალიან სუფთა და წარმოუდგენლად ეფექტური და დღეს ნაბიჯ-ნაბიჯ გასწავლი ამას. ვიწყებთ. ასე რომ თუ რამე კითხვა გაგიჩნდება, კომენტარებში მკითხე. სანამ კალმებს მოვამზადებთ, ჯერ მილის მომზადებას დავიწყებთ, რომ მზად იყოს. დაახლოებით 30 სანტიმეტრის მილს გამოვიყენებ. დიამეტრი ძალიან განსხვავებული შეიძლება იყოს. არის ძალიან ვიწროებიც და ძალიან ფართეებიც. მაგრამ 50 მმ-იანი იდეალურია, რადგან საკმარის ადგილს ტოვებს, რომ ფესვები თავისუფლად გაიზარდოს. ახლა გადავდივართ საფუძველზე. მილის ქვედა ნაწილში წებოვანი ლენტით ვაკეთებთ საცობს, რამდენიმე ფენად, კარგად რომ ქვიშა არ გაიპაროს. როცა საცობი მზად იქნება, ქვედა ნაწილში ძალიან წვრილ ჭრილებს ვაკეთებთ. არა დიდი ხველები, არამედ ძალიან წვრილი, თითქმის უხილავი ჭრილები. ამ ჭრილებიდან გამოვა ზედმეტი ტენიანობა, რაც ამ მეთოდისთვის არ გვჭირდება. ამით მილი სრულად მზად არის. ახლა ვამზადებთ ნერგს. ავარჩევთ დაახლოებით 40 სანტიმეტრიან ნერგს და სასურველია, რაც შეიძლება სწორი იყოს. რატომ 40? იმიტომ რომ 30 სანტიმეტრი მილში შევა, ხოლო დარჩენილი 10 სანტიმეტრი გარეთ დარჩება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მცენარემ ისუნთქოს. ახლა კი, იმ ნაწილში, რომელიც მილში შევა, ანუ ქვედა 30 სანტიმეტრი, გავაკეთებთ გრძივ ჭრილს დაახლოებით 5 მმ-ის სიგანის. ამ ზოლიდან ფლიანად ვაცლით ქერქს და ვხსნით გრძელ ფანჯარას. როცა ქერქს მოვაცილებთ, დავინახავთ მზინავ ფენას, რომელსაც კამბიუმი ქვია. ამ კამბიუმს თლიანად ფხეკთ სკალპელით, სანამ სუფთახის მასალამდე არ მივალთ. ეს ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ კამბიუმს არ მოვაცილებთ, ფესვები არ წარმოიქმნება. როცა ფანჯარა სუფთაა, ალოე ვერას უსვამთ ყველა ჭრილობასა და დაზიანებულ ადგილას. შემდეგ ამ ადგილს დაფქული დარიჩინით ვფარავთ. ალოე ფესვების ზრდას ხელს შეუწყობს, დარიჩინი კი სოკოსა და ბაქტერიებს აღკვეთს და ამით ნერგი სრულად მზად იქნება. მას შემდეგ, რაც მილი და ნერგი სრულად მოვამზადეთ, ახლა უკვე შეგვიძლია ნერგის ჩაცმა მილში. ნერგს მილში ზემოდან ვათავსებთ და უშვებთ ბოლომდე, ისე რომ მომზადებული 30 სანტიმეტრი შიგნით დარჩეს, ხოლო დარჩენილი 10 სანტიმეტრი გარეთ, როგორც საჰაერო ნაწილი. ეს აუცილებელია, რომ ნერგმა სწორად ისუნთქოს და არ დაიხრჩოს. როდესაც ნერგი მილში სწორად და ცენტრალურად იქნება მოთავსებული, ვიწყებთ გარეცხილი ქვიშის დამატებას. ქვიშას ნელ-ნელა ვყრით ნერგის გარშემო, რათა ყველა სიცარიელე შეივსოს. არ არის საჭირო დაჭერა ან შეკუმშვა, უბრალოდ მიეცით საშუალება ბუნებრივად ჩავარდეს, სანამ ნერგის ქვედა 30 სანტიმეტრი სრულად დაიფარება. ძალიან მნიშვნელოვანია, მილი ბოლომდე არ შეავსოთ. სასურველია მილში ზედა ნაწილში 2 სანტიმეტრი ქვიშის გარეშე დატოვოთ. ეს თავისუფალი სივრცე მნიშვნელოვანია მორწყვის გასაადვილებლად, რადგან თუ ბოლომდე შევავსებთ, შემდეგ წყალი გადმოიღრება და ქვიშაც გამოგვივა. როდესაც მილი უკვე შევსებულია, ვამზადებთ სარწყავ წყალს. ეს ძალიან მარტივია. ვიღებთ 1 ლიტრ წყალს, ვამატებთ 1 ჩაის კოვს წყალბადის ზეჟანგს, იმავეას რაც აფთიაქში გვაქვს და ოდნავ ვურებთ, რომ კარგად შეერიოს. ამ წყლით ძალიან ნელა მშვიდად ვრწყავთ. წყალს ვასხამთ იმ ზედა თავისუფალ სივრცეში, რომელიც დავტოვეთ. ქვიშა თანდათან შეიწოვს წყალს. ვაგრძელებთ მორწყვას ნელ-ნელა, სანამ არ დავინახავთ, რომ ქვედა ნაწილში გაკეთებული დრენაჟის ჭრილებიდან წყალი ოდნავ იწყებს გამოსვლას. ეს არის იდეალური მაჩვენებელი იმისა, რომ მილის შიგნით უკვე იდეალური ტენიანობა გვაქვს. როგორც კი ამ დრენაჟს დავინახავთ, აღარ არის საჭირო მორწყვა გავაგრძელოთ. ბოლოს მილს ვაყენებთ ვერტიკალარულად, ისე რომ მყარად იდგეს და არ გადმოვარდეს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მილს დავტოვოთ ნახევრად ჭდილში ან არაპირდაპირი განათების ადგილას, არასოდეს პირდაპირ მზეზე, რათა ნერგი არ გაუწყლდეს და ფესვები სწორად განვითარდეს. ახლა კი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი წარმატების უზრუნველსაყოფად. ძალიან რეკომენდებულია მიკროფილმის ან გამჭვირვალე პოლიეთილენის გამოყენება ნერგის ზედა ნაწილის, ანუ ჰაერზე მყოფი ნაწილის შესახვევად. ეს ქმნის მინი სათბურის ეფექტს, რომელიც ინარჩუნებს ტენიანობას, ამცირებს წყლის სტრესს და ძალიან ეხმარება ნერგს სწორედ გაახაროს ფესვები. მას შემდეგ, რაც ნერგის ზედა ნაწილი დაფარულია მიკროფილმით, გამჭვირვალე პოლიეთილენით არ პარკით, გადავდივართ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯზე მეთოდის წარმატებისთვის. ბუნებრივი სოკოს საწინააღმდეგო საშუალების გამოყენება დარიჩინის საფუძველზე. მის მოსამზადებლად ვიღებთ 1 ლიტრ წყალს და ვამატებთ ცოტაოდენ დარიჩინს. კარგად ვურევთ და ვწურავთ კავის ფილტრით, ნაჭრით ან თხელი ტილოთი, რათა არ დარჩეს ნარჩენები, რომლებიც შეიძლება სპრეის დაახშოს. როცა კარგად გაიფილტრება, ვასხამთ სპრეის ბოთლში და ამ სპრეით ვასხურებთ ყველაფერს, ნერგის ზედა ნაწილს, მილის ზედა მხარეს და ყველა გამოჩენილ ზედაპირს. ეს უნდა გავაკეთოთ მაშინვე მას შემდეგ, რაც პირველად დავადებთ პარკს ან მიკროფილმს. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ ამას, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია. კვირაში ერთხელ უნდა გავხსნათ პარკი ან მოუხსნათ მიკროფირი, ხელახლა შევასხუროთ ეს ბუნებრივი სოკოს საწინააღმდეგო საშუალება ნერგის ზედა ნაწილს და შემდეგ ისევ დავხუროთ. ეს ყოველკვირეული ნაბიჯი გადამწყვეტია სოკოების გაჩენის თავიდან ასაცილებლად, რადგან მინისათბულში ტენიანობა ძალიან მაღალი რჩება. როგორც კი შესხურებას დავასრულებთ, ყველაფერს ისევ პარკით ან მიკროფირით დავხურავთ და გდელად დავტოვებთ შემდეგ კვირამდე. ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით კი გამოცდილება მქონე ხანდაზმული მებაღეები ამბობენ, რომ ასეთი გამრავლება უმჯობესია კლებადი მთვარის პერიოდში გაკეთდეს, რადგან ამ დროს მცენარე ყველაზე კარგად რეაგირებს. კლებადი მთვარის დროს წვენი მცენარეში ქვემოთ მიედინება და ეს ძალიან უწყობს ხელს ახალი ფესვების წარმოქმნას. ასე რომ, თუ გინდა ამ მეთოდით კიდევ უფრო მეტი წარმატება გქონდეს, გირჩევს სწორედ ამ დროს გააკეთო. ახლა კი 4 კვირის შემდეგ ვხსნით იზოლაციის ლენტს, რომელიც მილის ქვედა ნაწილში დავამაგრეთ. სწორად უსხამთ წყალს, იქნება ეს შლანგით თუ სხვა ნებისმიერი მეთოდით და ვაცდით, რომ მთელი ქვიშა გაიწუროს და ქვედა ნაწილიდან გამოვიდეს. ახლა უბრალოდ ნელ-ნელა ამოვიღებთ ნერგს, რაც შეიძლება მარტივად. გახსოვდეს, რომ ფესვი ძალიან ნაზია და შეიძლება გაგვიჭირდეს. ზოგი შეიძლება გათხრმეს. არაფერია საშიში, მაგრამ ვცდილობთ, რაც შეიძლება ფრთხილად ამოვიღოთ. ახლა კი ვიწყებთ. შეხედე, რა რაოდენობის ფესვები გავზარდეთ სულ 4 კვირაში. შთამბეჭდავია ამ მეთოდის შედეგი. სუფთა, თეთრი, ძლიერი ფესვები, ზემოდან ქვემოთ, ნამდვილი საოცება. ახლა რას ვაპირებთ? ძალიან მარტივია. ახლა ამ ნერგს რამდენიმე ნაწილად გავყოფთ, რომ თითოეულ ნაწილს ჰქონდეს თავისი ფესვები და ავტომატურად გადაიქცეს დამოუკიდებელ ხედ. ამ შემთხვევაში რამდენიმე ახალი ლეხვის ხე გვექნება, მაგრამ იგივე მეთოდი მუშაობს ციტრუსებზე, ბროცეულზე, ზეთიხილზე, არომატულ მცენარეებზე. პრაქტიკულად ნებისმიერი ხეხილი ან ხისებრი მცენარე, რომლის გამრავლებაც გინდა. ეს არის თურქული მეთოდის ნამდვილი ძალა. ხოლო ერთი ტოტიდან წარმოუდგენლად ზრდის შენს მოსავალს იმავე დროში. თუ ეს მეთოდი მოგეწონა ან გამოგადგა, ძალიან მადლობელი ვიქნები, თუ ვიდეოს ლაიქს დააჭერ და გაუზიარებ ვინმეს, ვისაც მცენარეები უყვარს. თუ გინდა გააგრძელო მარტივი და ეფექტური მეთოდების სწავლა ხეხილების გასამრავლებლად, გიწვევ არხზე გამოიწერო. მადლობა რომ აქ. დიდი ჩახუთება და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.